Ei, ისე ვიმშვიდებ თავს, რომ შევძლებ და გავცდებიან ოთახის კედლებს. ვერ გხედავ, მაგრამ გრძნობ როგორც ქარს, რომელიც მსუსხავს და მიყინავს ხელებს. თურმე ცხოვრება ფილმს გავს, სადაც ყოველია მოსულ თქვა შეიცავს დრამას. სცენარი თითქოს შენ შუაზე მიყავს, მაგრამ ხვდები, სხვები არ გაცდიან ამას. რთულია გრძნობდე, მე ვგრძნობ რასაც, ხედავდე ყველას და თან იყო შორს. მაგრამ ეს გრძნობა იმედს არ კარგავს, სამოჰაერო სივრცე შენი ღიმილის ბობს. მოკლედ გეტყოდა შუამავალი, ალბათ, რაზეც დაგიძახე. ბატონ თედოსთან კაბინეტში ყველაფერს გაიგებო. მიზეზი მართლა არ უთქვა. მოკლედ ამ ქვეყანაში ყველა თავისებურად ჭიკჭიკებს. უნდა ეთქვა, მაგრამ არა უშავს. ჩაი, ყავა, კონიაკი, ხომ არ ინებდა? ჩაიში კონიაკი მაგრად მიყვარს. მაგრამ ეხლა არ მინდა, მადლობა ბატონო მინისტრო. აი, იმ მაგიდაზე შენი საქმე დევს. აი, იმ საქაღალდეში. ჩემი საქმე? რა საქმე? საქმე, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში გიკეთებია პირველივე დღიდან. თუ გინდა, გადავშალოთ და წავიკითხოთ. არა, ბატონო თედო არ არის საჭირო. ენდელაძემ პრესკონფერენცია ჩაატაროს და ხმამაღლა თქვას. გიგაურმა ბიზნესი წამართვაო. ან ქარხნის მეპატრონემ აღიაროს როგორ გადაგიფორმა ბიზნესი. რა სიტყვი? ხომ გახსოვს ენდელაძე? ლოგიკურად სამართლიანობა უნდა აღვადგინო. ხო ასეა? ასე ალბათ. მოკლედ მე გადმომცეს, რომ ეს საქაღალდე აორთქლდება. თუ შენ ქვეყნის მთავრობას დახმარებას გაუწევ. კონკრეტულად რა სახის დახმარებაზეა საუბარი? კონკრეტულად პოლიციის 10 რეგიონალური სამსახური უნდა აღჭურვო ავტომობილებით. და 30 მილიონს მოიტან აქ. ვიდები. ეს ყველაფერი დაგიფასდება. ბატონო თედო, ახლა შემიძლია მეგითხრათ ჩემი სათქმელი. კი. გისმენ. როგორც ვიცი, ეს საქაღალდე კარგად გაქვს წაკითხული. ხო? ისიც იცით, რომ მე მარტივი ცხოვრებით არ მიცხოვრია. ისე ენდელაძემ ქარხანა რომ გადმომიფორმა, ხო აი ამ ხელა იყო. აი კინძის თავის ხელა. ეხლა უზარმაზარი კომპლექსია. გაგეცინებათ დღეს რომ შეხედოთ რამ ხელა. ისე მე მეომარი კაცი ვარ. და ჩემს ქვეყანას თუ დაჭირდა, ისევ ავტომატს დავიჯერ ხელში. ამ ქვეყანაზე არ არსებობს მიწიერი თუ ზეციური ძალა, რომელიც მე დამაშინებს და შემაშინებს. და ვერავინ ვერ გამაკეთებინებს იმას, რაც მე არ მინდა. და არ მსურს. ეტყობა ვერ მივხვდი. მე რაც გითხარი და რაც გელოდება. არა, როგორ არა, მივხვდი. შეიძლება აქვე ამიყვანოთ, ხო? ეს კარგი აზრია. ანუ უარს ვამბობ. პოლიციის აღჭურვაზე და იმ 30 მილიონზე. იცით, სულ სხვა გეგმები მაქვს, მინდა ჯარს დავეხმარო. შეიძლება 30 მილიონზე მეტი დამეხარჯოს, მაგრამ ჯარს აუცილებლად დავეხმარებ. არასდროს არავის კარნახით არ მიცხოვრია. და არც ეხლა ვაპირებ ცხოვრებას. რა,
პოლიციასთან ცუდი მოგონებები გაქვს? შეიძლება მაქვს პოლიციასთან ცუდი მოგონებები. მაგრამ პოლიციას შემდეგში აუცილებლად დავეხმარებ. ეხლა მინდა სურვილი მაქვს რომ ჯარს დავეხმარო. მე მეომარი კაცი ვარ და ჯარს თუ დავეხმარები, ორმაგაც ასიამოვნო იქნება. კარგი, შევთანხმდით. მაგრამ გახსოვდეს, ეს საქაღალდე ისევ სეიფში იდება. მე კი ქვეყნის სამსახურში ყოფნა დამიფასდება. შეიძლება წავიდე. ნახოთ. წადი, მაგრამ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს. კარგად ბრძანდებოდით. ეს ბოდიში ნიკა არ გინახავთ. არ შემინიშნოს. რატო? მე დავინახე, ვიღაც მამაკაცთან ერთად იყო ქუჩაში, გავიდნენ მანქანაში, ჩაჯდნენ და წავიდნენ. ვინ მამაკაცთან ერთად იყო? არ ვიცი, ადრე არ მინახავს, მეც ვერაფერს გეტყვი. ვა. ვინ ყოფილი? აი, ბოდიში, ეს თქვენ გააგზავნეთ ბოდიში. ვინ ყოფილი? უგაუქნა. სად ვიპოვო? ნერვიულო? აბა, არ ნერვიულო? პრობლემა აქვს და ვერ შველი. სან შენ გამო. უნდა გავაკეთო. რას ფიქრობ? რიგელამ წაიყვანა? ო ალბათ. Просто ერთი თმის ღერისով შეურხიოს. იმენა ამოპუკო. ხვდები რა დღეში ხარ? როდის უნდა დაწყნარდე? რანაირად ცხოვრობ? რანაირად? შენ რა იცი როგორი ვარ? გონია კარგად ვარ? არ ვიცი რა მცხნერში ვანაო. მინდა რაღაც შევცვალო, მაგრამ ჩემ თავს უფრო მზირო. რა ქვია? გაორება. პიროვნების გაორება. როცა ფიქრობ ერთს და აკეთებ მეორეს. მე გამოსავალი შენ უნდა იპოვო. უნდა დაძლიო სიბინძური, ან რაში გჭირდება ეს? იქ უნდა თავის დასამკვიდრებლად. მე ვასებოდა. უჩი. ჩემ თავს ველაპარაკები. წავედი. რა ქემიში ჩემო? აუ რა მექნა ბრიგელდო? ძმაკაც ხელი დაარტყეს და რო არ მესროლა, კაროჩი, მაგრა გაგულახავდნენ, ჰა? მე ეს დედა მოწყნული ჰაერი, რისთვის აქ ესროლა ჰაერში თო? იმათაც არ ქონათ იარაღი. ნუ ბაზარი არა, ეგრეთ შეიძლებოდა პროსტო, კაროჩი. ისეთი სიტუაცია იყო, ხოვაზე ხარ, რა ვერ გამოვიდა სხვანაირად. მე ენა რისთვის აქ ბიჭო დაგელაპარაკათო? ჩხუბამდე არ უნდა მიგეყვანათ საქმე. ეხლა რა უნდა ვქნა? ისინი ძაღლებს მისცემენ ნაკლსო. ეს რო არ მოხდეს, გასაჩუმებელი მყავს ეს ხალხი. ის დაჭრილის გასაჩუმებელია, აზე ხარ შენ? აროჩე რა. აროჩე ძმაო, მაგ საქმეს 30000 ჭირდება. ყველაფერი მოგვარდეს. რამდენ ხანს შეიშოვე? მე ეტო
არა მე შენ ჩაჯმული საქმე მე უნდა გამოვასწორო ეხლა დო фу бляда არ ვიცი короче რამდენ ხანში ვიშოვე აბა ვინ იცის და ვაფშე რომ მივიდე და დაველაპარაკო ვის უნდა დაელაპარაკო პატარა ბავშვი ხარ ბიჭო დაელაპარაკოს არა ის კიდე აბა უბრალოდ короче მაგბუს მე ვიშოვე და მე მივცემ მე შენ მომცემ მე ხო ბაზარი არა გაძლევ 20 დღეს ხო ნუ ვიზავ რაღაცას რა არა რაღაცას ბიჭო არა ვიშოვე არ მენდობი ხაი ბრიგელ რეებს ვეუბნები როგორ არ გენდობითო არ გცხვენი მე რა ვიცი ისე შემომხედე არა როგორ შემოგხედე გენდობითო პირიქით მადლობა რომ იშოვი და მე მოგცემ 20 დღეში ясно ფუფლო არ გააკატავო ბიჭო არა ბრიგელ არა მოგცემ მეთქი რაღაცას ვიზავ თქო გეუბნები რა უეჭველი გეუბნები მასე მოვიქცეთ რა ბაზარი არა მინა პლანი კი როგორ არ მინდა შექეშო შენ არ მოწიო ბიჭო არა ოპა всё ეგ არის კიგარი მედი მიხედე საქმეს კიგარი ავა მედი короче 20 დღეში შეგეხმიანება ბაზარი არა აი მადლობა ბრიგელ ტაქსი საბამაჩვენი რა დაურჯებული რა არაფერი არა просто ძუძუში მომართხა და კი ვა ვა ბიჭო რაღაც неприятнее то შესადიღავ ბრიგელასთან რა მე არაფერი რა короче იმ ტიპებს ვებაზრეო და გავაჩუმებ просто ფულიაო რა საჭირო რა ფული შეჭა ხო რა ის იმას რომ ხმა არ ამოიღო და короче ერთი ამბავი რა რამდენიო მე 30 тысяч დოლარი თუ არის ბიჭო დოლარი მე кайფები ბოზიშვილი არა შეჩემო ეგრე თქო და აბა ხა მაგის დედა მოვწყარ მე ბიჭო ვისი ბიჭო ვისი და მაგშენი ბრიგელასი რა შენ შეგებს იძახი ბიჭო რა რეებს ვიძახში თუ მაგ აუ რა ნაბიჭვარია მაიცა აბა მისმინე რა ლუკა დღეს დილიდან ძმაო მაგ სასტავთან დავრბიო ბოზიშვილი იყო ბაბში ყველა შევაწუხე ვინც იყო რა ნაცნობები რაღაცეები რომ მეთქი რა პატარა მოგვეგვარებინე რა короче არც აბაროტის აღება აღარ უნდათ არც არაფერი რა ის ბიჭიც ვნახე და მასმა გაურკვევლობა იყო რა მე მიხვალ და ხელს ჩამოართმე ვიტოქში და ხო ბაზარი არა სტაცი სროლაც არ გწოდნია რო იცოდე პატარა ნაკაწრე გეგონება ხიჭუ შეერჯოოდო ხო და მაგშენ ბრიგელას კიდე აბაროტს აუღებენ და დედას მოუტმევდო მაგას არ გაუმაზავ აი ვახჩე შენ რა გელაპარაკა კიდე დო მაიცა ერთი წამი ვარა ნაბიჭვარია მაიცა მაგოიმებს თუ რა პრობლემა ჩემი გაწევა აბა რა გეშვება დო გნახე რა პატიოსანი ბიჭი იცის რომ ფულს არ შეიწერ და აუ რა ნაბიჭვარია მაგ ვა რა ვქნათ დაუბრიდა ბიჭო დედას მაიცა ლუკა რა მაიცა შეჩემო მაგოიმებს და 30000 მიმოშვება მიწევს დაწყნარდ ერთ წუთი რაღაცა უნდა მოვიფიქროთ რა ეხლა რა უნდა მოვიფიქროთ ბიჭო დაუბრიდა მაგის დედას შევეცე მისვენ ეხლა პროსტა რომ დაურეკო დაელაპარაკო და მოვაგოროთ რა რაღაცნაირად დაელაპარაკე რომ და აი იმ ბიჭთან იყავი აი ესე ხო რეკავ მაცადე ერთი წამი ჰა ბრიგელ ლუკა ვარ გისმენ ბიჭო ბრიგელ რა პონტია იცი ნიკა შეხვედრია იმ ტიპებს რა და ულაპარაკია და короче არაფერი აღარ გვინდაო და მოგვარებული თემა არა ბიჭო რეებს აკეთებს რეებს ჩალიჩოპი არა შენ დედას მომწყნავ ბიჭო იღებ მაგფულს ბიჭო ხო მაგის ლუკა დებილი ხარ რა დებილი ვარ ბიჭო 30000-ის გაწევა უნდა შენ მარტო დებილი ხო არა ბიჭო ვა
შენ გეშინია რა, შენ უგეშინია მაგათ ზედას. რემბო გეშინია. ერთ წამ მაიცადე. ცოცხალი მიშენიას დავითავარდო. დავდივარ სულ იმას ვოცნებობ თუ ვინმე მესვრის ტრაქში მაინც მოვხდეს, ბოზიშვილი ვიყო. ხედავ შენ ფულის გაწევა მოუნდა. მოუნდა და მაგის დედაც მოხდა. ხო გითხარი, ნორმალურად დაელაპარაკე რა უთხარი რა. ბავშვი წავედი რა. შენ იმას გენი აქ. ანდერს დავწე. მითხარი მე რა მოგიხსენიო რა დაგიტოვო და გენა არ ხონდეს გაგეშველებოდა შესაწყალოში. ერთი ის გამომიტანე რა. მოდი ნიკაკ. აი ეს ლაპატკა აიღე ხლა. და მეწამოთხა. რატო ამომიყვანე? მართლა პოლიციელები ხართ მართლა? ო, ძაღლები ვარ და ბიჭო. ძაღლები ვარ. აიღე ხა და ამოთხარე ორმო დროზე. რატო? აბა აქ რო დაგაგდე. რა მე დაგილი ჯოსო, ჰა? საფლავი ხო გინდა, ბიჭო? რატომ ყავტო? დააშავე რამე ბოზიშვილო. გნაუდ ბიჭო, კი არ გნაუდ. ეხა თხარე შენ. და თან კითხვებზე მიპასუხე, გაიგე? გავიგე. სამი ვარიანტი გაქვს. ან აქვე. ამ მიწაში ჩაიმარხები. ან ნარკოლოგიურში წაგათრევ, ბიჭო. ციხეში ჩალპები. ან კიდე საფში წახვალ. რომელი ვარიანტი გიჩვენე? ძნელი მისახვედრია, რა. კაიფობ ბიჭო, უხუარ. მომიტყავდო რა გინდა რა დავაშავდო თუ მიპასუხებ და ჭკვიანათა მოიქცევი აღარ მოგხვდება გაიგე გავიგე ეხლა კითხარე და კითხვებზე მიპასუხე გაიჭირე ელენეს საიდან იცნობ ვინ ელენეს დო აგინდა არ ვიცნობ, რა გინდა პირველად მესმის, რა გინდა? არ იცნობ შენ ბიჭო არ იცნობ ბიჭო აბა კარგად გაიხსენე ეს დილას ვინ შეხვდა ბიჭო ვინ შეხვდი რა გინდა ჰა? ფაზე ვერ მოვდივარ თო აბა კარგად გაიხსენე ეს დილას ვინ შეხვდა არ ვიცი რა ვიცი პირველად ვესაუბრე ვაფშე იმას თო დედას მიცავარ არ ვიცი რომ პირველად ნახე იმ ქუჩაზე და ვაფშე პირველად ვიყავი რა სამპერვალო ციხეზე ჰა
ედა ჩემისთვის ვეძებდი. გამოწვევ დაპედალოთ. სამუშაო მინდა რა დავაწყებინო. აკაკი. ორი ვარიანტი დაგჭა. ანაი გორმოში ჩოგასაფლავე. ან ნარკოლოგიურში წაგათრევ, ბიჭო, გაიგე და ციხეში დალპები. მესამე ვარიანტი აღარ გაქვს, აღარ. მომკალი. რა მომკალი. არ ვიცნობები, ხო დაუბნები არა. ბიჭო, ჩემთან ხუმრობას არ გირჩევ, ბიჭო. ლობი არ იძიუტო და წესიერად კითხვებზე მიპასუხო, ბიჭო. ეხლა სულ ერთია ჩემთვის, გაიგე? ჩემთვის ეხლა სულ ერთია, იცნობ თუ არა. ლობი ახლოსაც არ დაეკარო, სადმე რომ დაინახავ. გესმის? კარგად დაიმახსოვრე, ბიჭო. ეხლა ამოდი მაღლა, გაიგე? და დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. გაიგე კარგად? გასაგებია. გასაგები. იცოდე. კარგად დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები. თორე შენ ოჯახსაზე გადაული, ბიჭო. გადაცამტვერებ, ბიჭო. ტოვებთ. დამოუკ. მოვედი. ბიჭო, მოვედი მეთქი. ნატო. ნატო, საფხა, ნატო. კარგი, წავედი, გამოვიდი. ნატო. მოვედი გულა. ელისადა. თავის ოთახშია. დღეს მთელი დღე თითქმის არ გამოსულა, გაბრაზებულია. როიც ერთი ვიზია გაბრაზებული ჩემზე? დაუძახე ერთი. კარგი იყოს, ცოდუა დღეს. ენა, ნუ წაიგდე, დაუძახე მეთქი დროზე. მომისმინე მანქანა არ ჩავა, ხო? რა დღეში ხარ? გაჯიქი. როგორ ახლა, ალბათო? კარგად? სახერო ბულდოგს მიგიგავს? არა, დავეღარო. გაჯიქი. მე ჩვენ რა ესე? ამ ბავშვს აფერისტობას ვინ ასწავლის? ხმა არ გავიგო, ხმა. ჩემთან ეგეთები არ გაგიმოიცოდე. ნატო. გიუსგავა რა. თელი დღე სამინისტროში მომიწევს ყოფნა. დილისკენ მოვა. შენ დედა მოწყო. პეროია კაბაზე ეს ბავშვი გამოიბი და უშენოდ ნურსად ნუწავა. ეს მის გუგა მე იმდენი ვინერვიულა ეხლა ცუდად თუ არა. მერე? თვითონ ეს მის რაც გააკეთა? ამგო. შენ ის სამსახსივრად მე რა მიგეთე, ნუსულკუნებ მეთქი. რა უნდა მითხრა? აპატია მაი. ნუტილი ხარ, გიმეორე. ნუტილი ხარ. ნატო. მომისმინე. ხვალ ყველანი დავითანავართ დაპატიჟებული, რო იცოდე რა. შენ მოიცლი? რა, ამბობ, ესე იგი მოვიცლი. გასაგებია, ხო? ეგ ოჯახი ჩემთვის ზურფასია. ამიკო, ხო გაგიხარდა რომ მივდივარ დავით. აი ეს. ხვალ ჩემი ზაზა მოვა. ამას წაიყვან მაღაზიაში. ყველაფერს საუკეთესოს იყიდით თქვენთვის. მინდა რომ კარგად გამოიყურებოდეთ. კი, აუცილებლად წავალ. ეხა პერანგი მჭირდება ახალი.
რამეს არ შეჭრა? ტვინს ნუ მიტყნავ რა, პერანგი მარტო. რა, შეჭრა რას გავხარ? რიგელა, ხო? კოჯოში ძაღლებთ. რა ძაღლებთან შეჭრა, შეგხوار. რა გაცინებ, შეჭრა, რა უბედურებაა, რა. საკუთარი ხელით მათხრევნეს საფლავი ლუკა. მე ესეთი მირტყეს გამომაყლევს იმენა. და გაარკვე ბოლო-ბოლო რა უნდათ? აფერი მამამისის ხალხი იყო რა. ვინ მამამისის ხალხი? ელენეს მამის ხალხი, რა ვინ მამამისის ხალხი შეჩემ. აინტერესებდა დილას რა ხდებოდაო. იცნობ თუ არაო. აზე ხარჯი. ვახ. შერითი ჩამოხვიდია. რა ერთმა ბაბუმ გააჩერა რა გზაზე. ვახ, მაგარი კაცი კი იყო და საუნდტრუფში წაგიყვანო რაღაცები მეთქი არა ბაბუ მეთქი არ მინდა გადავრჩები. ფულს არ გამომართვო. კაი ტიპი იყო რა. ბიჭო, კაროჩე ეხა ნახე როგორ მოვიქცეთ. მოდი ხვალ დილიდან გაუბეროთ ჩემთან დაჩაზე. იქ რა გვინდა? ორი დღე იქ ვიყოთ რა, ცოტა დაწყნარდეთ აქ სიტუაცია, ორი დღე იქ ვიყოთ და რაღაცას მოვიფიქრებთ რა შეშ. რა გაცინებს, ბიჭო, ყველაფერზე შეიძლება იცინოდე. ეხაც ის რა დღეში ხარ და იცინე. მე მარტო წავიდე ჩეჩემა. აბა რა ვქნათ შეშ, ვისთან ერთად წავიდე. კარგი, ეხლა ორი დღე შენ როჟოს ნუ მაყურებინებ, ზუმობას გაფიცებ რა. აბა ვისთან ერთად უნდა წახვიდე. ნაშები, ლუკა, ნაშები, რა მოგივიდა თო. ორი მაგარი გოგო ავაგდოთ. მართალი არაფრის ტრაკი მე არა, მაგრამ რაღაცას მოვახერხებ. ზუმობას გაფიცებ რა. კაი გოგოები ავაგდოთ და დავითესოთ. კაი, წამოიყვანე. წავიდე. თქო მაინც ეხა დილიდანვე უნდა გავიდე. შენ რო იცი ხოლმე ეგრე ნუ. რა ეხლა დილიდანვე გავიდე. კაი ხო. არჩი. წავალ რა სახშია. ო, მიდი, შენ წადი. მოწესრიგე. პარი. იზვინი რა, კაროჩი რა. რა იზვინი. ანებთ. აი, დავაი და ხო, დილით დაგირეკოთ. რა გაცინებს ელე? ერთი ამოვი გამახსენდა. გოგოები უყურებდით. ლიკა მოყვა ნიგოს პირველად რომ აკოცა. კონცემ შეთიგოს. მე უსმენდი. მე მეც მომინდა რომ ბიჭი ეკოცნა ჩემთვის. უბრალოდ კი არა, შეყვარებულები რომ ეკოცნიან ხოლმე ის. მერე? თელი ღამე ვფიქრობდი. თამის იზმრა კიდეც. დილას სკოლაში რომ წავედი, გადაწყვეტე ვინმესთვის მეკოცნა. ავეც ვატო ამოვიჩე ჩემს უკანად დონდო ყასელი. მერე აკოცეთ ერთმანეთს. ივედი და უთხარი. ვატო, არ გინდა ტუჩებში გაკოცებთ. ჯერ მაგრა დაიბნა. კიო. მერე ტუჩები გამოიშვირა ჩემსგან. გაბროზე და მუშტი დავარტყი. ტუჩიდან სისხლი წამოვიდა. მე წამოვედი. რატომ გააკეთე ასე? არ ვიცი, წარმოვიდგინა რომ უნდა ეკოცნა. შემეშინდა და ალბათ მაგიტო. შეხომ გინდოდა რომ მინეს ეკოცნა შენთვის. კი, ახლაც მინდა, მაგრამ ვატო არ მიყვარდა. როგორ უნდა მეკოცნა? აი რომ მეყვარება იმას აღარ დავარტყა. კარგია. დაიძინე. აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც ძალიან კარგი ადამიანი შეგიყვარდება და ორივე ბედნიერები იქნებით. დაიძინე ჩემი პატარა გოგო. ცილებისა. მე ბიჭო ზაზა ჩააკრე დედამოტყუნები რა. შენც რა გჭირს ეს ღვედი გაიკეთე. ზაზა ლეო, ესე იგი შენ ამბობ ეს ნიკა მართლა შემთხვევითი ტიპია და ელეს წარიცნობს, ხო, პირადად? დიახ, ბატონო გოგო. სანამ აგვიზ გავიცნობდი, მანამდე მის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია დავადგინე. ელენესა და ნიკას შორის არანაირი პირადი ურთიერთობა არ იკვეთება. არც სატელეფონო ზარები, არც Facebook მიმოწერა. ორი ახალი სკრიპტი მიუჩინე.
ოღონდ ისეთი გამოყლებულები არა როგორც ისინი ფეთუხების და ყველაფერი შეამოწმე. Facebook-ი, Viber-ი, Skype-ი, WhatsApp-ი, email-ი, ყველაფერი თითეული ნაბიჯი უნდა ვიცოდე მის. ზაზა მომისმინე? ბატონო, ელეს შენ ძალიან უყვარხარ. ხა გამოიყენე ეს. ისე გააკეთე, რომ ნდობა მოიპოვო. ყველაფერს რომ გიხვებოდეს ელი, გესმის ყველაფერს. ნატოს მე თვითონ მივხედავ. გასაგებია ბატონო, თქვენ მაღაზია არ ინერვიულოთ. ყველაფერს ჩვენ მივხედავთ. პრინციპში აქამდეც ასე არისო? არა, ასე არისო. ასე არისო, მაგრამ დღეიდან სულ სხვანაირად იქნება. კარგით ბატონო გოგა, გასაგებია. რომ მომისმენე, ამ ნიკაზე იქნებ რაღაცა გავიგოთ რა სადმე ტრაკი დასრული იქნება. მე ეგ ამბავი გამოვიყენებ და იგე დაუგდოთ ტუსკოზირებით და მოვჭიმოთ ერთხელ და სამუდამოდ.